გაუქმდეს გადავანაწილოთ ინტერესები. რამოდენიმე ქვეყანა. ეს საფრთხეც არსებობს. ეს საფრთხე, რა თქმა უნდა, ეს საფრთხე რო არსებობს, იმიტომ უნდა შემოუკრათ, ასე ვთქვათ, ეს განგაშიზარები რო ვიხმაროთ ეს ესეთი ხმამაღალი სიტყვა და ემიტიკიდან არის საჭირო რომ ყველამ ვისაც გულის ტკივა რაღაცნაირად მონაწილეობა მიიღოს და ამის ასე ვთქვათ ორგანიზებაში ჩვენ რა თქმა უნდა მარტო აქ ვსაუბრობთ და არა მარტო უნდა ვისაუბროთ, არამედ გავაკეთოთ იგივე დაუშვათ კონფერენციები მოვაწყოთ, მოვიწვიოთ ისა რაღაცა ესეთი ორგანიზაციული ფორმები უნდა ვიცეთ და კიდე ერთ რამეს ვიტყოდე სანამ გავაგზელებდე რომ აუცილებელია ჩვენმა ხალხმა მონახოს ახალი ორგანიზაციული ფორმები და აუცილებელია საქართველოს ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება. და ეს სეგმენტები არაპარტიული ეს სეგმენტები არსებობს. ის ხალობით არსებობს სამოქალაქო საზოგადოების სეგმენტები. ეს ამათი და მოხდეს არა გაერთიანება, ასე ვთქვათ, რომ გამოვიდეს რომ დაუშვათ ერთმანეთს ხელს უშლიდნენ. არამედ თანამშრომლობა უნდა დამყარდეს სხვადასხვა სეგმენტებს შორის. სამოქალაქო უნდა შეიქმნას საზოგადოებები, უნდა გაერთიანდეს ამაში ხალხი. უნდა მოინახოს აქტივობის სხვა ფორმები მე ვიტყოდი. არა მარტო ახლა ეს მიტინგი, ამაზეც უნდა ვისაუბროთ. რა თქმა უნდა არის ფორმა. საზოგადოებრივი აქტივობის ფორმა, მაგრამ ერთი რაღაცაა რომ მიტინგს აქვს თავისი საზღვრები. ანუ მიტინგის შესაძლებლობებს და საპროტესტო აქციის ფორმას აქვს თავისი შესაძლებლობები ზღვარი. თუ მეთანხმებით ალბათ. ხوار გეჩვენებათ. აი ობამას ტერმინია გადათვირთვა. კი ბატონო. აი მიტინგები გადაიწვირთა. გადათვირთვის პოლიტიკასთან გვაქვს ახლა. უნდა ესე იმან იხმარა ეს რომ რუსეთთან პოლიტიკა უნდა გადავტვირთო კომპიუტერული ტერმინები. ეს სხვა მოსაზრებით, მაგრამ აქაც იგივე მოვლენა ახლა ჩვენ უნდა გადავტვირთოთ, ასე ვთქვათ, ეს საპროტესტო ფორმა. რა თქმა უნდა, საპროტესტო ფორმა უნდა გაგრძელდეს. არა, მუხტი. ეს საპროტესტო არ არის, ეს უფრო ქართული ეროვნული მუხტია. ეროვნული. მაგრამ უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ანუ ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი და ეს რაღაცასაც ვიტყვი. ნუ ახლა ეს ალბათ გაგვიგრძელდება, ჩვენ ესე დრო ისე გაირბინა უკვე 3-20 წუთია და ჩვენ ქართველებს კიდევ იმ მისიასთან ერთად, რომელიც დაუშვათ თქვენ ბრძანეთ, ის მისია გვაქვს, რომ ჩვენ აქ გარკვეული დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა შევქმნათ. ეს იქნება ჩვენი უდიდესი მისია, უდიდესი როლს შევასრულებთ ჩვენ სხვებისთვისაც. იმიტომ ჩვენში ეს პოტენციალი დევს აშკარად. რახან არსებობს საპროტესტო ესეთი მუხტი, რახან სამართლიანობის მოთხოვნა არსებობს, ესე იგი ეს არის სურვილი. და სურვილი ყოველთვის თავის პოტენციალს ცდილობს რომ რეალიზაცია მოახდინოს. სურვილი თავის უკვე არის დიდი რამ და კიდე ერთი მომენტია რა შესაბამისობაში არის ეს სხვა მისიასთან რაც საქართველოს აქვს. საქართველოს სულიერი მისია. აი ეს არის თავიდან ბოლომდე შესაბამისობაში ამ მისიასთან. საქართველოს უნდა გახდეს ცივილიზაციური და რელიგიური ხიდი. ეს უნდა იყოს, ესე იგი, ჩვენ უნდა მოვნახოთ აი მოდუსვე ახალი ესე იგი თანაცხოვრების პრინციპი ამ რელიგიებს შორის. ჩვენ გვაქვს ამის პრაქტიკა და ვიცით რა დავით აღმაშენებლის მაგალითი გვაქვს, ახლა აღარ მოყვები ამას, ვიცით ყველამ და შეგვიძლია ჩვენში ეს დევს და ჩვენ შეგვიძლია ერთის მხრივ გავაკეთოთ მართლა ფორმირება პირველად DSS სივრცეში არ გულისხმობ რა თქმა უნდა ბალტიისპირეთში. DSS გვახსენებ, თორე რაღაცა სხვა ამ სივრცეში, ამ რეგიონში ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ, ესე იგი, დემოკრატიული კარკასის ჩამოყალიბება და ამის ფორმებიც არსებობს. არა მარტო მიტინგია ფორმა, არამედ ძალიან მოკლე ხანში ეს უკმაყოფილება, ეგზისტენციალური უკმაყოფილება ქართველი ხალხის, ასე ვთქვათ, უკმაყოფილება ყოფით. და ორი გამოსავალია, როცა არის ეგზისტენციალური უკმაყოფილება, ანუ თავისი არსებობის ფორმით უკმაყოფილება. ესე იგი, ან უნდა ეს გამოისახოს ახალ ფორმებში და მოხდეს ტრანსფორმაცია მისი და ასე ვთქვათ, მოხდეს სხვა სტადიაში გადასვლა. აი როგორც ეს რანგის ამაღლება უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ. ან ეს უნდა წავიდეს უკვე უსრულისაკენ რა. ეს ორი გამოსავალი. ანუ ჩვენი წინაშე დაყენებული მოთხოვნები არის ულტიმატუმი. ცხოვრება გვიყენებს ასეთ რამეს. ესე იგი,
ღმერთი გვიყენებს ჩვენ ამას. ან თქვენ შეასრულებთ რაც მე დაგავალეთ, ასე ვთქვათ. ან თქვენ აღარ იარსებებთ. აბსოლუტურად მოწყალია ეს პოზიცია და აბსოლუტურად ამავე დროს შეუბრალებელი. ბატონსოს ჩაგერთვებით. დიახ. კიდევ ერთხელ ვეთქვი, ჩვენი ყველა სიკეთის და უბედურების საფუძველი არის გეოპოლიტიკა. მაგრამ ჩვენ უკმაყოფილო ღმერთის არ შეიძლება ვიყოთ. არა, რა თქმა უნდა. ღმერთმა მოგცა საშუალება ვიცხოვროთ იმ მიწაზე, რაც მოიტანს უზარმაზარ სიკეთეს ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ რეალურად რო სიკეთე მიღწეული არ იქნა, ამაში ღმერთისადმი პროტესტი და განწყობა, ეს უკვე ჩვენი არის. ცოდვაზე აღარ ვლაპარაკობ. ეს არის ხელისუფლების ბრალი, ხელისუფლებების, მთელი თაობების, რომელმაც სიკეთე აქცია უკეთურობაში. რა თქმა უნდა. უკეთურობაში. მოატრიალა ქვეყნისთვის და აქცია რეალურად რასაც ხედავთ, აი იქამდე მიგვიყვანა. კი ბატონო. აქედან გამომდინარე რაღაც ეს ჩვენ და უთხრათ ჩვენ თანამოქალაქეებს უიმედო სიტუაციები, სულთლად უიმედო სიტუაციები, როცა კი რა თქმა უნდა არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს გემები იძრება, მიწისძვრები ხდება იქ, ესე იგი, ასე ვთქვათ, რუსები რო იტყვით ლაგადუშნეად, ნაშენებს შეგუდით ხარაშო. ეგეთი რა თქმა უნდა დამოკიდებულება ინფანტილურია ზოგადად, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში როცა ეხება ამ ეროვნულ ერთობას ამ ქართველებს ეხება საკითხი, ხო, ასეთ შემთხვევებში რა თქმა უნდა გამოუვალ სიტუაციები არ არსებობს. ჩემი თქმით, ესეთია და ჩვენ ყველა შესაძლებლობა გვაქვს და ყველანაირი პოტენციალი გაგვაჩნია. აი ეს მინდა ხაზგასმით თქვა, ჩვენ კიდე არ ვიცით და თითოეულ ქართველს არ წარმოუდგენია თუ რა დიდი პოტენციალია ჩვენ ხალხში. აი ეს მე მგონი გამეთანხმდა. ეს არის უზარმაზარი პოტენციალის მქონე ერი, რომელშიც არის მოყრილი თავმოყრილი ამ პატარა ეთნოსისთვის საოცარი საგანძური, ეს საგანძურს უძახი მე ამას, ესე იგი აზრისა და კულტურისა და ემოციონალური და ინტელექტუალური ესე უფრო ზოგადი ფრაზებით რო ვთქვათ, ხო? საგანძური ეს ჩვენ ზუსტად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაერთიანოთ და პასუხობს დროის მოთხოვნებს. და დროის მოთხოვნებს პასუხობს. არა მარტო დღევანდელობას, არამედ იმ სოფლიო ახალი არქიტექტურის ჭრილშიც თავის ადგილს პოულობს. გარდა ამისა, იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ არა ვართ რანგით აი დაუშვათ კულტურული თვალსაზრისით. არც ჩვენ და არც სომხები. მოდით ესე ვთქვათ, ხო? ორივე ეს არც აზერბაიჯანელები კიდე არ არის ეს ის ხალხები, რომლებიც უნდა იყვნენ ასეთ დაბალ სტატუსის მქონე სიტუაციაში. მაგრამ როცა სტატუსის განსხვავება ხდებოდა, იქ არც ერთი არ ვიყავით. არც ერთი არ მონაწილეობდით და როცა ჩვენ ამაში მონაწილეობას მივიღებთ, ახლა მე მაგალითად მქონია ურთიერთობა 1000 და თქვენ მით უმეტეს თქვენი იმით პროფესიიდან გამომდინარე უცხოელებთან და მიყურებია დაუშვათ აი კარგი ქართველების ურთიერთობა მათთან და ვერ ვიტყვი ახლა იმას რომ რაღაცით ჩამოვარდებოდ ხშირ შემთხვევაში და მოწიწებას იწევდა მათი დაუშვათ ინტელექტი და საქმის ცოდნა და ყველაფერი. ახლა არ გულისხმობ მე ახლა ზოგიერთ რაღაც არაკეთილ ინდისერად და მესმა. როცა ყალიბდება ჩამოყალიბებული ქართველი კაცის და ვინაქალის ისა რა ქვია კულტურული დონე არის ძალიან მაღალი. აღდით, განათლებით, ოჯახიშვილობით, იქ ურთიერთობის კულტურით, იქ საერთოდ ალღოთი, განჭრიახობით, უამრავი ის არის, რა ქვია, ის იგივე ის ურთიერთობის კულტურა არის ჩვენი უდიდესი კაპიტალი. ხა მე მინახავს, როგორ ექცევიან ერთმანეთს სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, ხშირად მინახავს და მინახავს დავუშვათ ქართველის დამოკიდებულება და ქართველთან დამოკიდებულება და ეს ჩვენ ძალიან დიდი რამე გვაქვს. ამითია ფაქტობრივად რომ კიდევ არსებობს ჩვენ ფაქტიურად რა. ხო, კარგი ეს ჩვენ ახლა დადებითი ამდენი ვარ ყოველთვის რაღაცა ხო უნდა ვთქვა დადებით და უნდა ვთქვა აუცილებლად და ახლა გავაგრძელოთ მე ჩავიკითხოთ ეს ჩვენ გავჩერდით დრო იძლევა საშუალებას ხო არ ზღუდავენ. არა, ჩვენ ახლა იმას ჩავიკითხოთ მე რაღაცა მე პრობლემა არ მაქვს. დრო საზოგადოებაც არ დავღალოთ. არა, რა თქმა უნდა, ესე გაიგებია საშუალება გადართოს ხო აღზე გამორჩა. ახლა მე გისმენდი და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე თქვენი საუბრიდან და ალბათ საზოგადოებასაც რა თქმა უნდა ბევრ დადებით ემოციას მოუტანდა ეს. ხო, ახლა ჩვენ ნატო და ნეიტრალიტეტის თემებზე გავჩერდით, რაზეც ვიკავშირეთ ეს თემა და ახლა გადავიდეთ შემდგომ. სამხრეთ კავკასიის